წამოვყევით ერთად ვნახოთ ლიონის ერთ-ერთი ემბლემატური ადგილი ტეთ-დორის პარკი. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ურბანული პარკი მდებარეობს ლიონში. რონის სანაპიროზე მას აქვს 7 თუ 8 შესასვლელი, 16 ჰექტარზე გაშენებული ძალიან ლამაზი ტბა. თვითონ პარკი მოიცავს 117 ჰექტარს. იგი გაიხსნა და დაფუძნდა ზუსტად იმ წელს, რომელ წელსაც ნიუ-იორკში გაიხსნა ცენტრალ პარკი 1857 თუ 18 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მომხრი არ ვარ არანაირი ზოოლოგიური პარკისა, 2006 წლის ოქტომბრიდან აქ ჩვენს ტეთ-დორის ბაღში შუაგულში შეიქმნა აფრიკული ველი, სადაც აფრიკული სავანის სხვადასხვა სახეობის ცხოველები თანაცხოვრობენ, მათ შორის ჟირაფები, ანტილოპები, ვატუსები და სხვა. 2021 წლის ივნისიდან პარკს ახალი უნიკალური სივრცე დაემატა აზიის ტყეები, სადაც წარმოდგენილია 25 სახეობა, რომელიც ბუნებრივ გარემოში გადაშენების საფრთხის წინაშე არიან. გარემო მართლაც რომ საოცარია, ეს პარკი მდებარეობს პირდაპირ ქალაქის ცენტრში. ძალიან მასშტაბური პარკია, ძალიან დიდია, როგორც გითხარით, 117 ჰექტარი. ანუ ერთ ჯერზე ვერ შეძლებთ მის, რა თქმა უნდა, დათვალიერებას. კაცი ვხედავთ უზარმაზარ ხეს, ასეთი მსგავსი და ამაზე ბევრად მასშტაბური ხეებია, რა თქმა უნდა, პარკში. მცენარეები, ყვავილები, ყველანაირი ჯიშის ყვავილი, რომელიც აგერ მოწყობილია 60 ბაღივით. უამრავი ჩიტი ბუდობს აქ. როგორც კი შემოდიხართ, ტკბებით, ჩიტების გალობით, ჯღურტოლით, საოცარი, ასე ვთქვათ, გამოჯანსაღებელი ეფექტი აქვს ამ პარკს. ახლა ვხედავთ სათბურებს, კაცი ვხედავთ ულამაზეს შლებს. ისინი თავისუფლად არიან გაშებული, უბრალოდ ადამიანებს არ აქვთ მათთან ახლოს მისვლის უფლება. აქ ზოგი დარბის, ზოგი უბრალოდ სეირნობს, ჩვენც მივსეირნობთ ცენტრალური გასასვლელისკენ. ეს დიდი ულამაზესი კარიბჭეც გამოჩნდა. საოცარი გარემოა და ლიონელები ძალიან ამაყობენ ამ პარკით. ესეც ჩვენი პატარა გასეირნება ამ საოცარ გარემოში. ძალიან დიდი მადლობა ინტერესისთვის, ყურადღებისთვის. წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. უფრო საინტერესო ამბებისთვის მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი.